მოგესალმებით ეთერშია დასოტევი საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. დუბაიში ვიზიტის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საუბარი ორმხრივი ურთიერთობების ძირითად მიმართულებებში იყო. ჩვენი საუბარი მოიცავდა ორმხრივი ურთიერთობების დადებითი დინამიკის სამსახურ ძირითად საკითხებს. შევთანხმდით, რომ საქართველო-უნგრეთის მთავრობათა შორისი სამიტი ბუდაპეშტში გაიმართება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენს პარტნიორობას. საქართველომ მტკიცედ თანამშრომლობის გაღრმავებისა და საერთო ინტერესების სფეროებში პარტნიორობის შესაძლებლობების გამოვლენის ერთგულია, აცხადებს ირაკლი კობახიძე. ჰელსინკის კომისიის შეშფოთების მთავარი საგანი მაინც ის არის, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ამერიკის მიერ გაკეთებულ ინვესტიციებს წყალში ყრის ქართული ოცნებათან ეს ხდება ქართული ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. ამის შესახებ ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა ჰელსინკის კომისიის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, მმართველი პარტია აშშ-ის მიერ საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებს წყალში ყრის, რომელიც ქვეყანაში ეკონომიკურ და ინსტიტუციურ განვითარებასა და უსაფრთხოებას ხმარდებოდა და საქართველოს ჩრდილოეთის მიმართულებით აბრუნებს. ცნობისთვის ჰელსინკის კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველო გზაგასაყარზე დგას და ქართული ოცნება ქვეყნის რუსეთისკენ მithრევას ცდილობს. საქართველოს რესპუბლიკა გზაგასაყარზე დგას, როდესაც ქართული ოცნების პარტია ცდილობს ქვეყნის რუსეთისკენ მithრევას და მის არჩეულ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან დაშორებას. ნათქვამია განცხადებაში. საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ მოლდოვისთვის 2025-2027 წლების პერიოდში ევროკავშირში გაწევრიანების მოსამზადებლად 1,8 მილიარდ ევრომდე მოცულობის დახმარება მზადდება. მისი თქმით, ამ დროს კი საქართველოში ზოგიერთი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ deep state-მა შესაძლოა ევროკავშირი გაანადგუროს. 1,8 მილიარდ ევრომდე მზადდება ევროკავშირის მიერ მოლდოვისთვის 2025-2027 წლების პერიოდში ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად. ამ დროს საქართველოში ზოგიერთი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ deep state შესაძლოა ევროკავშირი გაანადგუროს. როგორც ევროკავშირის მოქალაქე ამ შეშფოთებას არ ვიზიარებ, წერს ფიშერი. ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი უმაღლესი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპის ლიდერებთან და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციასთან. მიუნხენში ჩატარდება შეხვედრები ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან. სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის კონფერენციის პანელურ დისკუსიებში. საქართველოს ყურადღების ცენტრში და რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკა, სადაც ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე ისაუბრებს. ზურაბიშვილი მიუნხენში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება. აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. ევროპული ქვეყნების, მათ შორის ესპანეთის, სლოვაკეთის, სერბეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიისა და სან-მარინოს ცენტრალური ბანკების პრეზიდენტები ნათია თურნავას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დანიშნვას ულოცავენ. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. როგორც მოლოცვის წერილებშია ნათქვამი, აღნიშნული ქვეყნების ცენტრალური ბანკები საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის გაღრმავების იმედს გამოთქვამენ და დარწმუნებული არიან, რომ ნათია თურნავას პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოს ფინანსური სტაბილურობა და განვითარება კიდევ უფრო გაძლიერდება. გასულ კვირას ნათია თურნავა სების პრეზიდენტად დაინიშნა. თურნავას კანდიდატურა მიხეილ ყაბელაშვილს სების საბჭომ წარუდგინა, რომლის 4 ახალი წევრი საქართველოს პარლამენტმა 6 თებერვალს დაამტკიცა. სების საბჭო 9 წევრითაა დაკომპლექტებული. ნათქვამია ინფორმაციაში. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ გლობალური ჩართულობის ინსტიტუტის უფროს მეცნიერს, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების ხელმძღვანელს, ორგანიზაცია გიყვარდეს შენი მეზობელი თემის დამფუძნებელს, ვეით კუსაკსა და საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების მრგვალი მაგიდის თანათავმჯდომარეს, გრეგ მიტჩელს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ინფორმაციით შეხვედრაზე განიხილეს რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობა და გამოწვევები, ტოლერანტული გარემო შექმნისა და გამყარების საქართველოს სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები და რელიგიათა შორის დიალოგის მნიშვნელობა. საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით შექმნილი კომპანიების ინდივიდუალური გეგმები და საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით რეგიონში არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები განიხილეს ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც თბილისში სასტუმრო პულმანში გაიმართა. აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის დინამიკას და იმ დადებით ტენდენციებს, რომლებიც თითოეული მიმართულებით გამოვლინდა. ამასთან დაიგეგმა 2025 წლის განმავლობაში ჩასატარებელი ისეთი ღონისძიებები, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული პარამეტრების კიდევ უფრო აღმავალ დინამიკას და არსებული გამოწვევების გადალახვას.
ევროპარლამენტმა 400 ხმით 63-ის წინააღმდეგ მიიღო ივანიშვილის ხელისუფლების სრული დილეგიტიმაციის რეზოლუცია. ამის შესახებ ძლიერი საქართველოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით ახალი არჩევნები არსებული კრიზისიდან უალტერნატივო გამოსავალია. ქართულმა ოცნებამ დარტყმის ქვეშ დააყენა ვიზა ლიბერალიზაციის საკითხიც. ქართული ხალხი არ უნდა დაისაჯოს რუსული ოცნების იზოლაციონარისტული პოლიტიკის გამო. ახალი არჩევნები გარდაუვალი და უალტერნატივო გამოსავალია ამ ღრმა კონსტიტუციურ პოლიტიკური კრიზისიდან, წერს მამუკა ხაზარაძე. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრ პიტ ჰექსეტის განცხადებით არ გამორიცხავს, რომ უკრაინამ ბირთვული იარაღი მიიღოს, თუმცა მისი განმარტებით ეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადასაწყვეტია. მე არ ვარ აქ იმისთვის, რომ გამოვაცხადო ის, რაც განიხილება, ან არ განიხილება. ეს არ არის ჩემი საქმე, ეს პრეზიდენტის საქმეა, ის არის ლიდერი, ის არის მთავარი მომლაპარაკებელი და გარიგების დამდები. განაცხადა პიტმა ინტერვიუში. ზოგიერთი ჩვენგანი არის იქ, რათა დავეხმაროთ გარკვეული სახის პირობების შექმნას, რაც უფრო სავარაუდოს გახდის შეთანხმებას და ეს არის ის, რის გაკეთებასაც მე შევეცადე აქ ნატოს კონტექსტში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ თუ უკრაინის ნატოში გაწევრიანება გაჭიანურდება, ქვეყანა მომავალში რუსეთისგან თავის დასაცავად ბირთვული იარაღი უნდა მიიღოს. ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ნაბიჯებს ელექტროშოკს უწოდებს, რომელმაც ევროპა უნდა აიძულოს დაიცვას როგორც საკუთარი, ასევე უკრაინის მომავალი. ეს არის ელექტროშოკი, გვჭირდება ასიმეტრიული დარტყმები, გვჭირდება გარე დარტყმები. ევროპელებისთვის ეს ეგზოგენური შოკია. ამან უნდა მოიტანოს სიცხადე ევროპაში მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობდა, რომ მათ შეეძლოთ ცხოვრება სტრატეგიული დამოკიდებულების მდგომარეობაში, განაცხადა მაკრონმა. მისი თქმით, მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეუძლია მოლაპარაკება მისი ქვეყნის სახელით და რომ მშვიდობა, რომელიც კაპიტულაციაა, ცუდი ახალი ამბავი იქნება ყველასთვის, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ამ ეტაპზე ერთადერთი საკითხია არის თუ არა პრეზიდენტი პუტინი ჭეშმარიტად, მდგრადად და სარწმუნოდ მზად ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს. ამის შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკება უკრაინელების გადასაწყვეტია, განაცხადა მაკრონმა და დასძინა, რომ ყველა მსიფხიზლე უნდა გამოიჩინოს. უკრაინის დელეგაცია მიუნხენში რუსებთან შეხვედრის გამართვას არ გეგმავს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა დიმიტრი ლიტვინმა ჟურნალისტებს განუცხადა. უკრაინის პოზიცია უცვლელია. უკრაინა ჯერ ამერიკას უნდა ესაუბროს. ევროპა რეალური და ხანგრძლივი მშვიდობის შესახებ ნებისმიერი სერიოზული მოლაპარაკებების მონაწილე უნდა იყოს და რუსებთან მოლაპარაკებების მაგიდაზე მხოლოდ შეთანხმებული საერთო პოზიცია უნდა დაიდოს. ცარიელ მაგიდასთან რუსებს არ ხვდებიან. ახლა მაგიდაზე არაფერია. მიუნხენში რუსებთან მოლაპარაკებები მოსალოდნელი არ არის. აღნიშნა ლიტვინმა. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მიუნხენში ამერიკის შეერთებული შტატების, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით რუსეთის დიდ შვიდეულში დაბრუნება სურს. მინდა მათი დაბრუნება, ვფიქრობ, შეცდომა იყო მათი გაქცევა. შეხედეთ, საქმე იმაში არ არის, მოგწონს თუ არა რუსეთი, ვფიქრობ, პუტინის სიამოვნებით დაბრუნება, აღნიშნა ტრამპმა. ამასთან მისი თქმით, რუსეთი უკრაინის ნატოში გაწევრიანებას არ დაუშვებს და რომ ომის დაწყების მიზეზი ეს იყო. ამასთან მისი თქმით, რუსეთის დიდ შვიდეულში დაბრუნება სურს. მინდა მათი დაბრუნება, ვფიქრობ, შეცდომა იყო მათი გაქცევა. შეხედეთ, საქმე იმაში არ არის, მოგწონს თუ არა რუსეთი, ვფიქრობ, პუტინის სიამოვნებით დაბრუნება, აღნიშნა ტრამპმა. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.